გაუმარჯოს. ეხა გამოვში ქათმები. საქათმეში იყვნენ. არ ვუშვებ ხოლმე ამ დრომდე ჯერ რო ტვინი აქვს წაღებული. და მეორეთის კვერცხს კარგავენ. კვერცხს არ დებენ იქ საქათმეში. აი ეს დედლებს ხელი აქვთ მიფარებული, ფრთა აქვთ მიფარებული, რომ გამოასწრო გარეთ ამ. ცოცხალი თავით არ დებენ კვერცხს. სალამაზი. ეს არის აქ. ნახე. მიწაზე როიდო როგორი ის არის. ანუ მაქსიმალურად უნდა აწიოთ მიწიდან. აი ესე გადმოწეული უნდა იყოს მიწაზე რომელიც დევს ის ფუჭდება. ნახეთ, ეს ნახეთ ეს არის უკვე ახალი ძირი. ეს რო ცოტა გაიზრდება მიწასთან ერთად პატარა ჭიქა უნდა ისე ჩადგა შიგვე და ფესვებს რო გამოიტან მერე მოჭრა. აი ეს უნდა გადაკიდო მაქსიმალურად არც ერთი არ უნდა იყოს ძირზე. თორე მერე აი ელპება ის ფუჭდება რა ნახეთ. გემრიელესია ოღონდ მართლა. ნინო მოდი ჩვენ კი ყავა წაყარა დემეტი ჯერ სჭირდება კიდე აი მე ჯერ ხო ქათმებდი ხა ლუკა უშტვენს აგე არც მე დააგარეთ მინდა დაჯდომ აი მე ამას რო ვერ რა ბუეტია კატა ეს მე ნინო აი დედა დედი მოდი დედას ჩემო ცხოვრება ვიპოვე ხალხნო ოღონდ მე რო ესენი დღეს არ მეპოვა ეს მოკვდებოდა ეს ჩემი უტვინო გოგო ვინ არის ჰა ვინ არის ჩემი უტვინო გოგო მე ხახნი ბოის როგორ ეს დავინახე ჯერა და მე ის ვერ ვიპოვე აი მე იცი ჩაგეკუტო პატარა გულში აუ საერთოდ ყავა დავდგი სადა დაიაკ დავდგი დღეს სოფლის ხმებით დავლებთ ყავას რამენაირად უნდა ავიტანოთ თუ შევიდე შიგნითაც არ მინდა ვაიმე შეგყრით ახლა ისე ესე იგი სულ ყველა შევყარია იქ ბაღში და სულ ყველა გარეთ არის მაკიაჟი გაიკეთე ხოლმე გიხდებაო რა ის მაკიაჟი გავიკეთო ნერვოზი მაგაჩედილი ამ წამს აი ამათ ხელში მეორეც ის აი მე უკვე ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს ძალიან იმიტომ რომ აი პიკზე ვარ ხოდა
უბრალოდ აი ესე რომ მოვალ გადაკონციალებული ეგ იმყოფინეთ ხოლმე თორე ისა რა არა ის მაკიაჟი ხალხო 9 ჯერ ვიბან გავლა გამოვლით წყალთან ავარ სულ რომ გონია რომ ცეცხლი მიკიდია 100 მაგად მცხელა 100 მაგად ჩაბოვიც რა შეეხება ამათ აი ვირგლებს ვაიმე ჩემი გულია ეს პატარა ბავშვი მთელი დღის მანძილზე უკვე საღამო ხანია მთელი დღის მანძილზე ყურადღებით ვიყავი რომ მეპოვა ავიდოდა იქ და უცბად გაუჩინარდებოდა ვერ ვიგებდი სად გავედი ჩვენ მეზობლის მხრიდან დაახლოებით სადამდეც მივიდა იმ ადგილას მივედი და ლაშა იყო გადასული და გავბედი რა არა იმიტომ რომ გველები და რაღაცები არიან ხოლმე და მეშინია და მივედით და ისა ლაშას უთხარი რომ მე შენ შემოგევლე როგორი სიცოცხლე ხარ ბიჭო არა შენ გოგო ხარ შენ ჩემი შავი პრინცესა ხარ შენ ჩემი ცხოვრება ხარ გოგო რო ვერ მეპოვე რა უნდა მეკამერე მე ჰა რა უნდა მეკამერე ბიჭო ხარ ჰა შენ რო რამე მოქსლო და ხო თავს მოვაჭრიდი აი თავგასებულ დედაში წამოში ვინ შევიდეთ თორე გაუბნევით მე ხო ცალკე გამირთულეს ნერვები ამ ქათმემა თქვენ უარეს გიზავენ გამოქვაბულში დავცხდეთ ერთი კრესლო მაქვს აქ ნე აის აი მე კოკი უკაცრავა დამავიწყდი რომ მან დახარში ეს საწყალო შერა და თხლიშე ხوار გაგიკეთე ბიჭო გალია აი მე ჩამოუგდე ის ორი წამით გალიის საჯდომი ჩამოვუგდე ამ უბედურს რას დედას ლამაზო მოდი შენც ჩამოგიგდე ბიჭო როგორ დაგეჯახი შემოტკრი ეს სადგიდე ხოლმე აქ რაღაც მახსოვს როგორ გიკეთე აჰა დაჯიკი კარგი არ არის აკანჭურებული შემოლაბას აი ესე ეხლა ტობი ჯერში ხალი რო არის ეგევზი ვარ რო აი თავი ვარ ჩანს აი ნახე რა ხედია მშვენიერი ესე იგი გადავედი იქით სადაც დაახლოებით ყვალი იკარგებოდა მოკლედ ხო და ლაშა მივიყოლე და ფისო რომ დავუცხეთ ქვემოდან ძველი ფიცრებიდან გამოძვრა და ლაშა რომ დაინახა ვაიმე ცხოვრებაში ეგეთი რამე არ უქნია აი კატაროიც ხოიც დახრენა რაღაცნაირად აი ეგეთი ის მიიღო არ მიუშვა ცოცხალი თავი და არ გიკვინოს მე რა უნდა მიკვინოს მე ხარ გავამწარე ფეიმან აიქრო მიკვინოს ხო და არა მიმიშვა არაფერზე მეტი არ უქნია ჩემთან გამოვიყვან იქეთ გადმოვსვი და ანუ ისეთ სიტუაცია რომ კარგა შევიჭყიდე რა შევიხედე და ეს დიდი დავინახე დედალი ბიჭი არაჩანდა თანცი როგორი არის აი ფიცრები რო ერთმანეთზე დევ ხო იცი გასაძრო გამოსაძრომი და უვიფიქრე რომ ის რაღაცას გაიჭედება მეთქი ახლა და გამოვიყვანე ის პატარა ეს დედალი წამოვიყვანე აქ დავსვდა ისევ გადავედი და ლაშრომი გიხოწე მომეხმარე მეთქი რომ ქვეშიდან არ მინდა რამე გამოვაძვრინო რომ არ დაიშალოს და არ გაჭყლიდოს რა ანუ ბევრი არაფერი ფიცრები იყო აი ხმელი აი ის რო არა აქ სიმძიმეც რო არ აქვს, მაგრამ ხა ამ ხელა კრუტისთვის უკვე რაღაცა არის, რამდენიმე რო ზედ დაეცე. გადმომაღებინა ლაშამ და დაინახა აი იქაზე ისო და გადმოვიყვანე და დაუყარე აქ. თან მეჩხუბებოდი ვაიმე მითქა გამწარებ კიდე სადმე რო წაიყვანო, რომ ანუ ესა თათები ხონას უგახინული. სავარაუდოდ ისე იყო გაჭედილი რომ ვეღარ გამოდედოდა ეს რომ მიდიოდა მარტო ის წოვდა დიდი და ის ცოტა მაგასთან ვერ აქ ანუ 10 შვილი რო ყავდეს 9 შეიძლება ისე დაკარგოს რომ ვერ გაიგოს. ხოდა გადმოვიყვანე ბაჭმე ვინე კარგად გემრიელად ისე რომ ხლა კარგად არის დღეს რო არ მეპოვნა ხვალამდე ეგ ვერ გასტანდა ან ისეთ ვიპოვიდი თუ ვიპოვიდი რომ ძალაც აღარ იქნებოდა და რაღა დაგიმალოთ ცოტა ხასიათიც რო ვერ ავპოულობდი ცოტა უხასიათო მჭირდა
მას შეიცე. ყავასაც გემრიელად აქვს სვავ, დილას ვერ დავლი გემრიელად, იმიტომ რომ ვერ ვიპოვი. დღეს მკვდარი დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზე არ იყო, ძალიან მკვდარი დღე იყო. მერე წამოვწექი და TikTok-ს ვათვალიერებდი და შემხვდა სელინ დიონის ლაივი. სიმღერები ჰქონდა, ანუ მღეროდა. ნუ მღეროდა როგორ სავარაუდოდ პლუს ფონოგრამაზე მღეროდა ის რაღაცა, მაგრამ იმენად ვის სიამოვნე შა დავდე ხმადაბარზე ცოტა და წაუძინე ლაივი. ქეთოსა გეგიდუნაშვილი ჩამეძირა ლაივში. ცოტა ხანი. ხო და დილა შემწონი კარტოფილი აღარ იყო არაფერი, მე ავდექი რა გავაკეთო, ახლა მაკარონი მოვხარში. ეხა გასულები არიან ცეკვაზე და მე და ნინო ვართ სახლში. სავარაუდოდ რომ მოვლენ ეგ მაკარონიც აღარ იქნება, როგორ ნარკომანი ვითა მაგ ის ხელები. რაღაცებიც დავაუთოვე და ოღონ მალმალე ვწვევი. აი ხო გეუბნებით, არ ვიცი კიდე აი ესეთ მდგომარეობაში აი თაროცხელა ღმერთო ორმაგიარი. ისეთ სიტუაცია იყო, რომ აი ზაფხულის პერიოდი გავიარე ყველა ფეხბურთიმობაზე რა. აი მაისში რო დაიბადა ბარბარე, კიდე იმდენით არა, მაგრამ ის ხო ოქტომბრისები არიან და მახსოვს როგორ საშინლად გადავიტანე ზაფხული. სიცხე და რაღაცაი არ ვიცი. ხო და ეხა ესეც რომ მოусვენ რათა რაღაცა მე რო ვწვევი ეს იგვიძებს და ვაიმე ეგ მემართება. ნამისარი მართლა გავწყიპო. და მართლა ცოტა თავს თუ არ მოვფრთხილ, დაბადება ძალიან ადრეა. ხო და ერთი 4 კვირა უნდა გავუქაჩურა მენაირად და მე ვეცდები რომ დაიფათოს. ხვალე უნდა მოვიდეს, ხვალე დღეზე ვნერვიულობ კიდე, არ ვნერვიულობ, განვიცდი, არც განვიცდი, აი შინაგანად და ხვალე უნდა მოვიდეს გპ-ის პასუხი. რა თქმა უნდა, ყველანაირად გუშინაც ვამბობდი, რომ დავკეტავ ერთი წამი. გუშინაც ვამბობდი იმას, რომ ყველანაირ პასუხისთვის ვარ მზად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი იქნებოდა სავარაუდოდ ძალიან ძლიერები და უკალეთ რა, ანუ რამდენს გაუშვებენ რამდენს რა. ეხა შედაიწყე კოკი. თუმცა გუხალე რომ სიტყვაზე უარი მოვიდეს, იმასაც არ ნიშნავს, რომ აქ ფაკულტეტზე ვერ მოხდება, იმიტომ რომ გპ-ის სხვა ფაკულტეტზე რომ მოხდება, პირველი სემესტრი დამთავრდება თუ არა, დაუბრუნდებით ისევ ჩვენ არქიტექტურაზე. პირველს რასაც განიხილავს არის არქიტექტურა, არ ვიცი, ადრე ეგ ხო ჩემი თხოვნით გადაწყვიტა, ოღონდ. გადაწყვიტა როგორ იფიქრა და მოდიო მაგას ვცდიო და ანუ იმდენად გაითავისად ეხა რომ პირველი ხმელდა ეს ქათმების ჯიშის ქათმები გამაგიჟებენ. თუ ფრინველთა ოჯახის წარმომადგენლები, კოკი. დედას ცხოვრება. 7 წელია წყნარად ახლა ჩემ ხელში უნდა მოვკვდა ეგ დამანები თავი. ხო და მაგ დღეს ხვალე ველოდები, არ ვიცი რომელ წუთს, რომელ წამს მოვა. მოკლედ ყველანაირი პასუხისთვის მზად ვართ, რა თქმა უნდა, რეალურად. იმიტომ რომ გათვალისწინებულია ის, რომ 1700 ბავშვი და შეიძლება 1000 მაინც ყველაზე მაგარი არის. 700 არ დაუშვა, 1000 დაუშვი ძლიერი ბავშვი და 1000 და 160-180 კაცი უნდა აი ბავშვი აიყვანო პირველივე მიღებაზე 180 ბავშვი. და მობილობით ბევრ შეუძლია მე გადასვლა. მე კონკურენციის და ქულების ის არის რა. მაგიტო რა შეეუბნეო და ისიც ჩემ მამიდაშვილი ნატო ლაშის მამიდაშვილი რომ ანუ იმაზე არ უნდა იფიქრო რომ აი ეს ქულები всё მეყოფა და მოდი ხა ლაით არა
მაქსიმალური ქულები უნდა აიღო, იმიტომ რომ ყოველთვის მიაქცევა ყურადღებას და მე კონკურენცია და შანსი როგორია მე ამდენი ბავშვი და რომ შენ მოხვდე, მაგაზია დამოკიდებული, ასე რომ მაგამ ბავშვი ვართ რა და ხვალინდელ დღეს ველოდებით და მე ორში ქართულს განიცდის ცოტა. ნახოთ რა იქნება. აი რომელი საათია? თითქმის 7 საათი ხდება. არც ერთ ქათამს კვეცხი არ დაუდია და ელოდებოდნენ რომ გამომეშვა. ალბათ შეუხორცდებოდა თუ არ გამომეშვა. მოკლედ, დღევანდელი დღის ესე ჩავატარო. განხილვა პირველი მომენტი, პირველი შუადღემდე და შუადღის მერე იყო ესეთი, რომ კატებს რო ვერ პოულობდი, ძალიან იმიტომ რომ ვიცოდი რომ დახოცავდა, იმიტომ რომ აბუეტი დედა არის. ბაბო თუ არ მიეხმარა, დედა აბუეტია. ხო და მიხარია რომ ვიპოვე და გადმოვიყვანე. და რატო წაიყვანა? ოღონდ მადო შენ რაც დაწერე, ზუსტად ეგრე იყო. წუხად გვიან იყვნენ მოსულები ჩემ ბიძაშვილი მადო. იყვნენ მოსულები კოტე და მადონა რა, თავისი მომღოლე და ცოტა ხანი ვიყავით დაბლა და მადონასაც უყვარს ესეთი რაღაცები და ჩავუყვანე. კოტი ჩავუყვანე და ისა ვქენი. აი როგორ მოეფერა, იცი ერთი აიყვანა და არც აუყვანე ხელში მეჭირა, მოეფერა და всё. რაწამსაც ამოვიყვანე ეს კნუტეი დავუსვისებ დედას და იმან რო უცხოს სუნი მიიტანა დამალა. ხო და მადო ამის მერე რომ მოხარ და თუ კნუტი მეყოლება, ჯერ კატას მიგის მოგისმევ კისერს. დედა კატას. დედა კატას, თვითონ დედას, რომ შენი სუნი აღარ აუვიდეს კნუტს. აი კარებში მოხარ თუ არა როგორც სუნამო ეგ უნდა მიგის მოგისო კატა. ეს ეხლა ცოტასაც გავაუთოვებ ერთ რამდენიმეს, ბევრს არა. აი 2 წუთი რო გავაუთოვო საკმარისია. იმ კალათას ისე დავაცარიელებ როგორც აქონდა. წყალი მოდის, გუშინ აღარ მოდიოდა, ეხლა მოდის. მარაგიც ავავსეთ, იმიტომ რომ აღარ შეიძლება მარაგის გარეშე ყოფნა. არიცი რა დროს მოელანდებათ დაწყვეტა და რამდენი ხნით. და ვცდილობ ხოლმე რომ მარტო მაგ დროს ვრეცხო, როცა წყალი მოდის. ეგრე. ხო, კიდე იცი რა უნდა მეთქვა, დაჭრილი ხინკალზე მკითხეს, რას ნიშნავს დაჭრილი ხინკალი და წინა ვიდეოზე დამავიწყდა თქმა. არ ვიცი, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა რაღაცას ეძახიან. დაჭრილი ხინკალი ჩემთვის ბავშვობიდან მოდის, ან მასე ეძახდნენ, შეიძლება ეგეც არ ქვია, მაგრამ ვიცი რომ ბევრ ოჯახში ქვია მასე. არაფერი, ჩვეულებრივ ხინკლის ცომი, ან რომ მოგვრჩებოდა ხოლმე რაღაცა, გააბრყელებდა ბაბო, დაჭრიდა, მოხარშავდა, ოღონდ ცოტა მშრალად კი არა, წვენი არ ქონა ხოლმე და მახსოვს რომ არ მიყვარდა, აი სიკვდილი მერჩივნა მაგის ჭამას და მახსოვს რომ ძალიან მაჭროდრე და მეზიზღებოდა. მაგრამ მერე, იცი როგორ ვაკეთებ ხა? ძალიან თხლად ვაბრყელებ. ჭრი პატარა უთქუთხედება და ვხარშავ. ანუ მოხრაკული ხახვი ჩვეულებრივ ჩავასხავ წყალს და მოვხარშავ, როგორც სუპი და კარტოფილი რო ჩაყარო, მსგავსად ყოლი ცომებს. მე ეს ცოტა წვენი ხო იბლანდება და ძალიან სქელი არ უნდა იყოს, აი ცოტა თხელი უნდა იყოს და ბლომად ქინძია უნდა და ძალიან მოხდება. და არის ძალიან გემრიელი. ეხლა ამჟამად ძალიან უყვარს და ბავშვებსაც ძალიან უყვართ. ხო და 2 დღე არის მაგის თქმას ვაპირებ, რომ იყო კითხვა რას ნიშნავს დაჭრილი ხინკალიო და არ ვიცი, ზოგან მეგონი სხვადასხვა რაღაცებს ეძახიან მაგას. ეგ კარგია კიდე რომ შრალად უნდა ამოწურო. არანაირი წვერი არ არის, მოხრაკული ხახვი არაფერი და ნიორი და მაწონი მოასხავა, იმე რა გემრიელია. ანუ სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეგიძლიათ მიიღოთ. ნახე რა სიგრძე სიტყვა.
აი ეგრე რა. ყოველთვის დავлет თქვენთან ერთად. კოკის გავამწარებ. ესეც ეს. წავედი ხამას ჩავიდა, რამდენიმე ჭურჭელი ამოვრეცხო და გავაგრძელებ იმას. აჰა, მაშინ არის ეს სამსახური ჩემთვის კარგი, როცა მინდა მოვალ, არც უფროსი მყავარ განდრაზდება რატო არ მოხველიო, არც თანამშრომელი მყავრო ვინმეს ვაწყედინო და რაღაცა, თქვენ ახლა ჩემი თანამშრომელი და თქვენ თანას სოყავს, ანუ უფროსიც მე ვარ, კარგი. მუშაკ მე ვარ. კოკი. ზეთხართ მყუდებულები და წარმოვიდგენე რა ეკოგესი. ყველაფერი მე ვარ, ბუღალტერი მე ვარ, აღმრიცხველი მე ვარ, როვაცდენ ჯარიმას მეთითო. მოკლედ, ჩემი თავის პატრონი ვარ. ერთადერთი პატრონი მყავს Google, რომელიც არ მეტყვის, რომ რატო არ მოხვედიო. საერთოდ არ ინტერესებს, ჩემნაირები ყავ მილიონი მაგას თანამშრომელი. ხო და, რა თქმა უნდა, ჩემით დააკლდება შემოსავალი მე რო არ მივალ. მაგრამ რა სიტუაცია Google-ს იცი? აი, ამინა უზრდელურად გამომივიდეს, უბრალოდ დუტას სიტყვებს გეტყვით. ფილმი რო არის გარიგების მეორე ნაწილი. ცეხში რო სიგარეტს ეწევა და იმას რო ეტყვის მოკლედ რა. რასაკეთებ? რო ეტყვის. იმუშავებ, შეაჭამ. არ იმუშავებო? ჭამო. აი, მაგას მეუბნება Google-ი ზუსტად. იმუშავებ, შენთვის კარგი არ იმუშავებ და მე რა. ასე რომ ერთადერთი უფროსი, თლაც ზემოთა უფროსი, თორემ სამსახურში მე ვარ უფროსი. ეხლა მითხარით რომ არ არის ეს სამსახური. როგორ არის? როცა მე გავაცდეთ. და თუ გავაცდეთ, ხო, ან თუ მინდა რომ ხელფასი არ იყო, არ მოგავაცდე. ჩვეულებრივ სამსახურია რა. უბრალოდ ყველაფერი შენახა. აი ეს. წავედი ახლა. ცოტა გავხალისდი კრუტები რომ იპოვე და რო საღამოვიდე და მე უბრალოდ მეზარება გამოთრევა შედი, თორე თმით გათრევდი. კოკი. რა დღეში ხარ? ბიჭო. დე. ჩემო ბიჭო. ბიჭო, რა ლამაზი ხარ, დედას სიცოცხლე. კარგად იყავით ხარ, ნუ ხვალამდე. დღეს აქ აღარაფერს ვაკეთებთ, პრინციპში ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მოსატანი აქვს მასალა და უკვე ზემოთ დაიწყებს გიფსოკარდონის სამაგრის რკინების დამაგრებას. აი ესე. აბა კარგად, ბედნიერი დღე ყველას. ისე იმას რო ვაჭამე მე არ მინდა. როგორი ჩემი თავის უბედური ვარ. საკუთარ შვილს პატარა მივეცი და აი, იცით რა ლამაზი. ნახეთ. არც გარეცხვა უნდა ხარხნო, არც შეწამლული, არც არაფერი, ჯანსაღია და მშვენიერი. ნახეთ რა ლამაზია. აი, რა კარგი რამეა. მემრის ტყე პარკს გავაკეთებ ამის.